ხო, ეს პათოლოგიური ის არის შემთხვევა, ხა საარჩევნო მუშაობის პროცესში ორი შტაბი არის ნონსენსი. მაგას მე ძალიან კარგად ხვდები და ეს ასეც იყო. მაგრამ რადგან ცოტა დრო იყო გამოსავალი აღარ ქონდა უბრალოდ სხვა. მე უნდა ითქვას რომ ქვემო ქართლის საერთოდ და კერძოდ გარდაბანი არის უაღრესად სპეციფიკური რაიონი. გარდა იმისა, რომ ახალი შეკრებულ აქ არის უდიდესი სიჭრელე ეთნიკური, კიდე არის კუთხური სიჭრელე. და ძალიან ისე იგი ქვემო ქართლი იყო წლების განმავლობაში ის სამონეთი შეიძლება ასე დავარ. როგორც წინა ხელისუფლება, განსაკუთრებით ეს ხელისუფლება ბოლო ესე ყველაფერს საკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანები ყოფილიყო რაც შეიძლება დათგუნული, რაც შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში, იმისთვის, რომ მარტივად ყოფილიყვნენ სამართალ. ბოლო მეფე ესე იგი ესე ვთქვათ, უგვირგვინო მეფე, ქვემო ქართლის იყო ვაჟა ლილუაშვილი საქართველოს კუდის უპროცეს ყოფილი მოადგილე. დიახ. აი ის განლაგებდა აბსოლუტურად ყველაფერს. ყველგან ყავდა თავისი აგენტურა, ესე იგი ადამიანებს, რომლებიც ოდნავ თავს ამოწევდნენ, ან შულს უპატიურებდნენ, ან ქონებას არტყევდნენ, ან ციხეში სვამდნენ და პრაქტიკულად იყო ყველა იყო დაჩმულებული და ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა, განსაკუთრებით აზერბაიჯანში.